ხალხს კიდევ აუჭირს, ისეა მომატებული ფასები. 1-30% მაინც არის მომატებული. კარტოფილი, ყვავილოვანი გინდა, შემოტანილ საქონელზე ძირითადად. ბადრიჯანი საერთოდ ვერ მიეკარები, 5.5 ასაღები, ყვავილოვანი. მეტი რა, თურქული საქონელი ძირითადად, მაგრამ ამასთან ერთად დრო იხელთეს და ჩვენებაც ქართულ საქონელზეც მომატებულია ყველაფერი. ხო, რა გაყიდის გლეხი ხო უნდა იყიდოს? თვითონაც ხო უნდა იყიდოს საქონელი? ამასთან დაკავშირებით ყველაფერზე მომატებული. ყველი შედარებით დაკლებულია ახლა. ესე იგი, რა 9 ლარი ღირდა და დღეს ახლა მაგალითად მივიღე 6.80-ში. იმერული ყველი და სულგუნი დასავლეთის სულგუნი ახლა ძვირია 12 ლარია ჩაბარების ფასი. მოიმატა და ეს ფული, რასაც ვიღებ აქედან არა ყოფნის სხვა პროდუქტი რო ვიყიდო და შევიძინო და წავიღო სოფელში. და მომატებულია, მაგრამ არა ის საკმარისი. ახლა ღირს ლარი ჩემთან. ლარნახევრებიც არის. 2 თვის წინ ღირდა სადღაცა 1.50 თეთრი. გაჭირვებას უკავშირდება თუ არა დოლართან მე არ ვიცი ანგარიში. ვერ გეტყვით, აი დოლართან რა არის, როგორ არის. ძალიან ცოტა მყიდველები სულ ჩივიან. ჩვენს არ გვილხინს. მით უმეტეს რომ ეს ჩემი პროდუქტი არ ავყიდულობ, არ ავყიდი. არა დაიკლო 13 წუთით ხორს და უკვე 12.5-ია. იმიტომ რომ ამობენ აზერბაიჯანის საზღვარი დაიკეტაო და არ გადის ჩვენი დასახელება. ასე რომ უკეთესია ხალხი ვერ ყიდულობდა და ხორცი არაფერი არ მოგვიმატებია ჯერჯერობით. ჯერჯერობით არაფერი პირიქით დაიკლო თითოლარი კიდე. 12.5 და 11.5-ია. 13 ღორიგი და 12-ია. საქონლის ხორცი გაიებდა 50 თეთრი. ეხლა სიმართლე რო გითხრა, ეს მაღაზია ვინც არის იმან იცის უფრო რატო იმას აკეთებს. იმიტომ თავის მეურნეობა აქვს და ასეა თუ ისე მაინც ქაჩავენ ჯერჯერობით. და მე რა მოხდება რა ვიცი. თავს ვიკავებთ რა, სანამ აი ბოლო წერტილამდე მივალთ და მე რა იქნება რა ვიცი. ვცდილობთ რომ აღარ გაურთულოთ მოსახლეობას საქმე, იმიტომ ისედაც ჭირს რა თუ 10 და 12 ლარი რომ მიცე ხორცი, აბა როგორ უნდა იყოს. ყველის ფაცი ყველიც გააიეფეს ამათ, იმიტომ თვითონ აწარმოებენ იმას. საქონელი ყავს სახში და თვითონ მოაქვს ჯერჯერობით. თუ არ შეაწუხებენ ყველზე რომ ან საგადასახადო ან რაღაცა თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა არ გააძვირებენ. ადრე ყდიდი 50 თეთრებში 60 თეთრებში და ეხლა არ არისო გემი შემოსულიო და მაგას აბრალებენ რა ბანანის გაძვირებას. ბანანის დეფიციტია რა, დოლარს არ უკავშირდება. ეგრე გვითხრეს 6 ლარი კილო ბანანი. ყიდველი არა, 4 წელი მაქვს გაყიდეთ. ქათამი არ არაფერი, ისე რაც იყო ისე. ბაზარში ღირს 5 ლარი კილო. აი თქვენ რა გქონდათ? მე ლარს უმატებ 6 ლარი. წვანილი ძალიან იაფია წელს და რა ვიცი, ხილია და შემოტანილი თურქული რაც არის, დოლარზე შემოტანილი ყველაფერი დაძვირებულია. ამიდორის კიტრიც, კომბოსტოები ასე ყველაფერი. კი, გაიზარდა. დაახლოებით 30-50 წუთი. ქათამდა ყოველთვის. ხალხოტრუქსიაზე ვერ ვშერგეთო, ხოლო შემილია ამაზე გიპასუხო, რომ მხოლოდ ცოტათი გაძვირდა რა, ბევრთან. გაზრდილია რა თქმა უნდა. აქამდე მას ყიდით 70-ად, 50-ად, 80-ად კიდევ, და ახლა ამას ყიდი აი 50-ად, ეს ყრია. ერთ ყუთში აი ამას ყრია, ეს ყრია. ეს და ეს. და დავახარისხე და ასე ძვირად ყიდიან ისინი. ხალხი ყიდველიც აღარ. დოლარს ვიხდიდით ქირას. $300. დაახლოებით 4 შეთხლა. ეხლა დოლარი მორ ვაიცია ლარები ხომ მომატა ჩვენ ლარებზე ვაჭრობთ. ქვილმა 5 ლარით მაიმატა დროი მარილმა ძალაუნე პული მოვაჭროთ სხვა გზა არ არის. რადგან დავხუროთ წავიდეთ დავსხდეთ სახში. გაძვირების შემთხვევაში რამდენი იქნება ფასი რა იქნება? 10 თეთრით მაინც 80 თეთრი. ალბათ როგორ იქნება თუ ის გაძვირდება ქვილ და გაძვირდება რა ლარის გახდა ეგური ალბათ რა. ჯერჯერობით რა ფასებიც არის ქვილი და გაზი და დოლარის კურსით 10 თეთრი მაიმატა პულმა იმატებს.
დანარჩენი მე ზევით თუ ქვეითარ ჩამოვიდა ზევით წავა ფასით წავა ზევით